ვისაუბრებთ რა მოუვა ორგანიზმს თუ 5 დღის განმავლობაში არაფერს არ შეჭამს, თუ იშიმშილებს. რეალურად ჩვენი ორგანიზმი არის გასაოცარი, სხვა ნებისმიერი მექანიზმისგან განსხვავებით, მაგალითად მანქანა თუ გაუთავდება საწვავი, გაჩერდება. ადამიანის ორგანიზმი ასე არ არის. თუ გაუთავდება საკვები, ის განაგრძობს სიცოცხლესაც, ფუნქციონირებასაც და კიდევ უფრო ეფექტურად, ვიდრე იქამდე იყო. ჩვენ წინაპრებს ხშირად უწევდათ ხოლმე შიმშილობების გადატანა და ადამიანი შექმნილია იმისთვის, რომ გადარჩეს შიმშილობის პერიოდშიც კი და მეტიც უწევდათ ამ პერიოდში მეტი ენერგიის ხარჯვა იმისთვის, რომ საკვები მოეპოვებინათ, ანუ მარტო გადარჩენა საკმარისი არ იყო. ანუ ენერგია უნდა ქონოდა ადამიანს იმისთვის, რომ ებრძოლა, ან ენადირა, ან წასულიყო და მოეპოვებინა რამე. და ამ საიდუმლოს ავხდით ფარდას, რა ხდება ჩვენს ორგანიზმში? ზუსტად ამ საიდუმლოს ავხდით ფარდას, რა ხდება ჩვენს ორგანიზმში, როცა ჭამას წვეთ. პირველად თქვათ, როცა შეჭამ, რა ხდება მალევე, პირველი 2 საათის განმავლობაში ინსულინი მოიმატებს, გლუკოზა შევა უჯრედებში, გლუკოზის დონეც მოიმატებს, ადამიანი თავს გრძნობს დანაყრებულად, რადგან ნაყროვანების ჰორმონებიც მოიმატებს და ორგანიზმი შედის შენების სტადიაში, რომელსაც ქვია ანაბოლური ფაზა და რაშია საქმე, ორგანიზმი იწყებს აღდგენას, ცილების შენებას. ამას თავისი უარყოფითი მხარეც აქვს, ანუ ვინც აკეთებს, იმას ეშლება ზუსტად ამ შენების პროცესში. ბევრი შეცდომებიც ხდება მათ შორის, რომელიც აზიანებს ორგანიზმს დროთა განმავლობაში, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენა ჭამიდან 2 საათის განმავლობაში მთელი ჩვენი ორგანიზმის უჯრედები ისრუტავს გლუკოზას მოკლედ და ამას ინსულინის წყალობით აკეთებს. ანუ ინსულინი აძლევს საშუალებას გლუკოზას რომ შევიდეს უჯრედებში და გლუკოზა არის მთავარი საკვები უჯრედებისთვის და ანუ უჯრედები იკვებება კარგად. თან მეორე მხარეც აქვს კიდე რომ არა მარტო გლუკოზა, არამედ ამ დროს წარმოიქმნება გლიკოგენი. გლიკოგენი წარმოიქმნება გლუკოზისგან და ესეც შედის კუნთებში და ღვიძლში და ამას მიყვება კიდე წყალი. და ამიტომა რომ ერთი დიდი ჭამა შეიძლება ადამიანს 2 კილოთ დაუჯდეს. რა თქმა უნდა, ეს ცხიმები არ არის, ეს არის გლიკოგენს პლუს წყალი, რაც კუნთებში შევიდა. და ნუ რო თქვა ადამიანის როგორც ღრუბელი შეიძლება გაიბეროს, აი ასე იბერება კუნთები წყლით ამ შემთხვევაში. ჭამიდან 2 საათის განმავლობაში სხეულის ტემპერატურა ზევით იწევს, ამას ქვია საკვებით გამოწვეული თერმოგენეზი და აი ამ მონელების პროცესში, საკვების მონელების პროცესში, ამ საკვების კალორიულობის თითქმის 15% იხარჯება, ისედაც იწვის. ანუ საკვების მონელებაც ენერგიას საჭიროებს და აქ ენერგია იწვის. მეტაბოლიზმი ჩქარდება, ელექტროლიტები იწყებენ შესვლას უჯრედებში, ესეც მნიშვნელოვანი პროცესია, განსაკუთრებით გასათვალისწინებელი ადამიანი თუ დიდი ხნის შიმშილობის მერე იწყებს ჭამას. ძალიან საშიში რამე შეიძლება მოხდეს აქ, რომ თუ კი დიდი ხნის განმავლობაში მაგალითად რამდენიმე დღე არ უჭამე ადამიანს და უცებ დაეძღერა და შეჭამა ერთბაშად ბევრი, ინსულინის მიმართ გრძნობელობა ძალიან გაზრდილია ორგანიზმის და ელექტროლიტები შევა უჯრედებში. ელექტროლიტები რო უჯრედებში შევა, დიდი ელექტროლიტების დისბალანსი იქნება სისხლში, რაც გულისთვის აუცილებელია. ფოსფორი და კიდე სხვა მინერალები, კალიუმი, ნატრიუმი და აი ამ დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიკვდილი. აი ამიტომ თუ კი ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში არ ჭამს, ერთბაშად მერე ბევრის ჭამა არ არის რეკომენდირებული. და ასევე ვთქვათ, რატო გეძინება, როცა ბევრს ჭამ განსაკუთრებით, როცა ადამიანი ჭამს, აქტიურდება ნერვული სისტემის ერთ-ერთი ნაწილი, რომელსაც ქვია პარასიმპათიკური ნერვული სისტემა. სულ 2 ძირითადი ნაწილი გვაქვს, ანუ ნერვულ სისტემაში, რომელიც თავისით ფუნქციონირებს, თავისით გულისხმობს, რომ მაგალითად სუნთქავთ, გულისცემა მიმდინარეობს, საჭმლის მონელება მიმდინარეობს, ანუ ამ პროცესებს ჩვენ არ ვაკონტროლებთ, ხო, თავისით ხდება, ამას ქვია ავტონომიური ნერვული სისტემა. აი ამ პროცესებს აკონტროლებს ჩვენი ავტონომიური ნერვული სისტემა და იქ არის 2 დანაყოფი, ერთი არის სიმპათიკური, მეორე პარასიმპათიკური. აი პარასიმპათიკური ნერვული სისტემა, რომელიც კვების დროს აქტიურდება, ეს არის ადამიანს ადუნებს მოკლედ სისხლი მიდის ნაწლავისკენ, სისხლი მიდის კუჭისკენ, სამაგეროდ ნაკლები სისხლი მიდის კუნთებში და ადამიანი მოდუნებული, სუსად გრძნობს თავს, დასვენება უნდა, დამშვიდებულია, ამიტომ რომ ადამიანს
და ეძინება მე როცა ბევრს ჭამს ხოლმე სხვა მიზეზიც აქვს ამას მარტო ეგ არ არის როცა ტრიფტოფანიან საკვებს ჭამ მაგალითად ყველი რძე კვერცხი ხორცი ეს ამ ტრიფტოფანი არის ამინომჟავა ეს ამინომჟავა გარდაიქმნება თავის ტვინში სეროტონინად სეროტონინი გამშვიდებს და სეროტონინი მერე კიდე თავისუფლ მელატონინად გარდაიქმნება მელატონინი კი გაძინებს ამიტომ აი ეს წვედი იკვრება ამიტომ რომ ბევრს რო ჭამ მერე ადვილად გეძინება ერთ-ერთი მიზეზი ეგეც არის არა ერთადერთი ჭამიდან 3 საათის მერე რა ხდება ინსულინი ქვევით მოდის იკლებს ინსულინის დონე ცხიმების მარაგი იწყებს შევსებას თუ მაგალითად ცხიმიანი საკვები ჭამე ზედმეტი ცხიმი გარდაიქმნება ცხიმებად და ჩალაგდება მოკლედ ცხიმოვან ქსოვილში ინსულინი დაიკლებს ამ დროს და გლუკოზას იკლებს ხოლმე მაგრამ აი აქაა მნიშვნელოვანი რომ თუ კი ადამიანს აქვს დიაბეტი ანუ ინსულინის რეზისტენტობა ინსულინი შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს მომატებული და არა 2 საათში არ დაიკლოს და ეგ მიუთითებს იმაზე რომ ადამიანს ან დიაბეტი აქვს ან ინსულინის რეზისტენტობა აქვს როგორც მინიმუმ 3 საათის მერე ნელ-ნელა უკვე რაც ნაჭამი გვაქვს უშუალოდ მისი ის უკვე დამწვარია როგორც წესი და მისგან წარმოქმნილი გლიკოგენი იწყებს დაწვას გლიკოგენი არის ღვიძლში გლიკოგენი საწვავია ჩვენი საწვავია მოკლედ რომელიც გლუკოზისგან იქმნება რასაც ჭამთ მისი დიდი ნაწილი გარდაიქმნება გლუკოზად და ნუ ცხიმებად ზოგიც ცხიმოვან ქსოვილში ჩალაგდება ჩვენს ცხიმებში ჩალაგდება და გლიკოგენი ღვიძლში და კუნთებში და აი ეს გლიკოგენი იწყებს დაწვას როცა ადამიანი 3 საათი და მეტი არ უჭამია ნელა გლიკოგენი იწყებს დაწვას და ადამიანს ისევ გლუკოზა აქვს შენარჩუნებული სტაბილურად ორგანიზმში ამავე დროს აი 3-4 საათის განმავლობაში მიმდინარეობს ისევ ცილების წარმოქმნა თუ კი ცილებიანი საკვები შეჭამი მაგალითად ხორცი რძის პროდუქტები ყველი კვერცხი აქედან მათ შორის მცენარეული ცილებიც წარმოიქმნება ცილები და ეს ცილები მნიშვნელოვანია კუნთებისთვის ამიტომ ან ცილოვან საკვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ასევე უნდა ვთქვათ რომ როცა ადამიანი დიდ პორციას ჭამს ეს დიდი პორცია იწვევს შოკს ორგანიზმისთვის, ოქსიდაციურ შოკს რეალურად და ანთებას იწვევს ორგანიზმში. ამიტომ არის რომ აი თუ კი ადამიანი ხშირად ჭამს დიდ პორციებს, ეს ორგანიზმისთვის დიდი ანთების სტიმულია და ორგანიზმში იწვევს ანთებას და ეს ორგანიზმში ანთება საბოლოო ჯამში იწვევს სისხლძარღვების დაზიანებას. დაახლოებით 4 საათის მერე უკვე ინსულინი დაქვეითებულია, მნიშვნელოვნად გლუკოზაც დასტაბილურებულია უმეტეს ადამიანებში და ადამიანის ორგანიზმი ღვიძლისგან იღებს გლუკოზას და ჩვეულებრივ ფუნქციონირებს ადამიანი ცოტა შიმშილის გრძნობა შეიძლება კონდეს ამ დროს. აქ ერთი რამეა რომ ადამიანის უმეტესობა ამ დროს ენერგიულად არის, მაგრამ თუ ადამიანს აქვს ინსულინის რეზისტენტობა და ინსულინი ძალიან მომატებული იყო და გლუკოზა ჩამოვარდა არა მარტო 4 საათში, არამედ 2 საათშიც კი შეიძლება ადამიანს ძალიან მოშივდეს და 4 საათში უკვე სუსტად იგრძნოს თავი და თქვას რომ აი ძლიერი შიმშილი მაქვს გაღიზიანებული ვარ და ეს გაღიზიანებულობა გქონდეს, რაც არ უნდა გქონდეს, ანუ ნორმალურ შემთხვევაში თუ დაბალანსებულად იკვებები, აი ეს 4 საათში გაღიზიანებულობა და ძალიან ძლიერი შიმშილის გრძნობა და დაღლილობის შეგრძნება წესით არ უნდა გქონდეს. დაახლოებით მე-5 საათიდან უკვე შიმშილის ჰორმონები იმატებს და შიმშილი ბრუნდება, ადამიანს შივდება და ნელა შიმშილი ძლიერდება, ოღონდ ეს ხდება თანდათანობით და ნელა. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ეს გრელინი, რომელიც შიმშილის ჰორმონია, გამოიყოფა რითმულად და ეგ ეჩვევა იმ სტილს, შენ როგორც იკვებები. ანუ შენ თუ ვთქვათ 5 საათში ერთხელ ჭამ, აი 5 საათის მერე მოიმატებს მნიშვნელობას, მაგრამ შენ თუ 3 საათში ერთხელ ჭამ კი 3 საათში უფრო მეტად მოიმატებს. ანუ შენზე ადაპტირებული ხდება გრელინის გამოყოფა, ამიტომ უფრო ინდივიდუალურია, მაგრამ ეს რითმულობა ახასიათებს და იცი რომ აი ამდენ ხანში ისევ მომშივდება და იცი რომ ჯობია რომ აი ყოველ 3 საათში ჭამო, ან ყოველ 4 საათში ჭამო. აქ მნიშვნელოვანია ასევე რომ დაახლოებით 4-5 საათის მერეც კი ტრიგლიცერიდები სისხლში არის მომატებული, ტრიგლიცერიდები არის ცხიმები მოკლედ, რომელიც ცხიმოვანი საკვებიდან მიიღება, როცა ცხიმიან საკვებს ჭამთ და ეხლა ამას რა მნიშვნელობა აქვს?
ეს ტრიგლიცერიდების მომატება სისხლში, რომელიც რამდენიმე საათს მერე ვითარდება ცხიმიანი საკვების მერე, არის პრობლემა, იმიტომ რომ კვლევები დგინდება, რომ ეს ტრიგლიცერიდების მომატებები სისხლში მნიშვნელოვნად აძლიერებს ათეროსკლეროზს, ვიდრე თუნდაც სტაბილური ქოლესტერინის დონე. ამიტომ აი ეს ტრიგლიცერიდების სპაიკები უნდა აირიდოთ და ეგ ნიშნავს, რომ აი ეს ცხოველური ცხიმების დიდი ულუფები უნდა ავირიდოთ თავიდან, როგორც არის ცხიმიანი ხორცი მაგალითად და ცხოველური ცხიმები დიდი ულუფებით უნდა ავირიდოთ თავიდან, რადგან ტრიგლიცერიდების სპაიკი არ გამოიწვევს, რომელიც ათეროსკლეროზს აუარესებს. ჭამიდან დაახლოებით 64 საათის განმავლობაში პიკზე არის ცილების სინთეზი, ან კუნთების სინთეზი. და ეგ არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ათლეტები და სპორტსმენები რომ არიან, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ არა დღეში ერთხელ მიიღონ ცილა, არამედ დღის განმავლობაში ცოტა დოზები მიიღონ ცილა, რადგან ცილის სინთეზი მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდეს ორგანიზმში. აქ საუბარია იმ ადამიანებზე, ვინც თავის კუნთებზე ფიქრობს და ათლეტებზე, ვისაც კუნთები ჭირდება. კუნთები, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს გჭირდება, პირი მეტიც. ჩვეულებრივ ადამიანი, რაც უფრო მეტი კუნთი აქვს, მით უფრო დიდხანს ცოცხლობს. გონივრულ ფარგლებში, რა თქმა უნდა, არ გულისხმობ ხა ბოდიბილდინგს და ესე, ან ზოგადად კვლევები რო ტარდება, ადამიანები, რომელსაც მეტი კუნთოვანი მასა აქვს, უფრო დიდხანს ცოცხლობენ და უფრო კარგადაც გადარჩებიან დაავადებების დროს და ეს ზოგადი ტენდენცია არსებობს. ამიტომ კუნთები ყველასთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ საუბარია, რომ თუ მაინც კუნთების ზრდა უნდა ადამიანს, მაშინ ჯობია, რომ დღის განმავლობაში სტაბილურად მიიღოს ცილები, ან ვარჯიშთან ახლოს, ვარჯიშამდე ახლოს, ან ვარჯიშის მერე მალევე, რომ დაზიანებული კუნთები ადვილად აღდგეს მიღებული ცილები. დაახლოებით 6-8 საათის განმავლობაში ადამიანი ისევ აქტიურად გრძნობს თავს, თუმცა შიმშილი უფრო მეტად ძლიერდება და ადამიანი წვავს ცხიმებს ამ დროს. ცხიმები იწვის, ასევე ღვიძლიდან გლიკოგენს გამოყოფს ორგანიზმი, გარდა იქნება გლუკოზად და ამის ხარჯზე არსებობს მოკლედ და სტაბილურად არის ადამიანი, ჩვეულებრივად არის. შეიძლება ზოგ შემთხვევაში ადამიანს ჰქონდეს შედარებით ძლიერი შიმშილი, გაღიზიანებულობა, შესაძლებელია და კონცენტრაციის დაქვეითება, თუმცა როგორც წესი ამ პერიოდში ადამიანი მაინც კარგად გრძნობს თავს ჭამურად. აი მე-10 საათიდან უკვე ადამიანს აქვს ადრეული შიმშილის სტადია, ანუ უკვე შიმშილობაში გადავდივართ, მოკლედ, ფასტინგს რასაც ეძახიან და ეხლა ეს მნიშვნელოვანი რატომ არის, რომ ნელ-ნელა მცირდება გლიკოგენის მარაგი, ანუ გლუკოზა საიდან წარმოიქმნება, მაგის მარაგი მცირდება ნელ-ნელა, ადამიანი ცხიმს კარგად წვავს მაგ დროს და თავს ნორმალურად გრძნობს, მაგრამ უკვე ორგანიზმი ემზადება იმისთვის, რომ გლუკოზა დამთავრდება. 12 საათის განმავლობაში თუ ადამიანი არ შეჭამს, ისევ ყველაფერი დასტაბილურებულია ორგანიზმში, ინსულინის დონე დაბალია, გლუკოზა სტაბილურია, ისევ ღვიძლი გამოყოფს, როგორც წესი, კუნთებს აქვს საკმარისი გლიკოგენი იმისთვის, რომ ადამიანმა იმოძრაოს და აქტიური იყოს. ცხიმოვანი ქსოვილები გამოყოფენ ცხიმებს და ეს ცხიმები იწვის ასევე როგორც 16-18 საათის შემდეგ საკმაოდ მნიშვნელოვანი რამე ხდება ჩვენს ორგანიზმში. ორგანიზმი მნიშვნელოვნად აძლიერებს გლუკონეოგენეზს, იმიტომ რომ რას ნიშნავს ეს? გლუკოზის წარმოქმნას ცილებისგან და ცხიმებისგან იწყებს. რადგან ჩვენს ორგანიზმში ამ დროისთვის უკვე გლიკოგენის მარაგი თითქმის გამოლეულია, თუ უფრო აქტიური ადამიანი ფიზიკურად, კიდევ უფრო მალე 16 საათი არც დაჭირდება მაგას, მაგრამ თუ საშუალო ადამიანი საშუალო აქტიურობით გლიკოგენის მარაგი, ანუ ჩვენი ენერგიის მარაგი გამოლეულია უკვე ამ დროისთვის და ორგანიზმი იწყებს ცილებისგან და ცხიმებისგან დაასინთეზიროს გლუკოზა და ამით იკვებოს და უმეტესად ლაქტატს იყენებს, კუნთების აქტივობის შედეგად ლაქტატი გამოიყოფა და მაგას იყენებს, ასევე გლიცეროლს იყენებს, რომელიც ცხიმების დაშლის პროდუქტია. მოკლედ ორგანიზმი გლუკოზას წარმოქმნის
ცილების და ცხიმებისგან. ხო, ეს არის რა თქმა უნდა პირდაპირ ადამიანის კუნთების დაკარგვას იწყებს, ესე არ არის განსაკუთრებით თავიდან უმეტესად ლაქტატს იყენებს და ეს კუნთები შენარჩუნებულია მოკლედ, თუმცა რაღაც დონეზე კუნთები ცოტათი მაინც იწვის, მაგრამ უნიშნელოდ და ეგ არაა ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით როცა ცხიმები აქვს ადამიანს, ბევრი ძალიან მინიმალურად იწვის კუნთები. მე ნელ-ნელა თუ კი 24 საათი, 20-დან 24 საათი ადამიანი არ შეჭამს, უკვე იწყება კეტოზი, კეტონების პროდუქცია. აი ესაა კიდე მეორე საინტერესო რამე, რომ ცხიმის დაშლის შედეგად წარმოიქმნება ცხიმოვანი მჟავები და მერე ის გარდაიქმნება პატარა მოლეკულად, რომელსაც ქვია კეტონური სხეულები და კეტონური სხეულები საინტერესო იმითია, რომ შეუძლია ტვინში მისვლა და ტვინს შეუძლია იკვებოს კეტონური სხეულებით. ანუ ზოგადად ტვინს ჭირდება კვებისთვის გლუკოზა, მაგრამ მეორე საწვავიც აქვს კეტონური სხეულები, ეს არის უკვე აი ფორს-მაჟორული სიტუაციებისთვის და კეტონური სხეულებით იკვებება ტვინი ამ დროს, როცა ადამიანი 24 საათი შიმშილობს და ამას ეძახიან კეტოს და ეგ არის ხოლმე ძალიან ის პოპულარული დიეტა, აი კეტო დიეტა გაგიგიათ ალბათ, რომ ანუ კეტონური სხეულების წარმოქმნა იწყება და ორგანიზმი იკვებება აი ამ კეტონური სხეულებით და ორგანიზმი არის კეტოსში, ამას ეძახიან, ამ დროს ინსულინი დაბალზეა, გლუკოზა დაბალზეა, მაგრამ აი აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ გლუკოზა მაინც არის. ისე არ არის, რომ ანუ გლუკოზა კი არ ქრება ჩვენი ორგანიზმიდან და სუფთა კეტოსში კი არ გადადის, გლუკოზა მაინც არის. გლუკოზა შენარჩუნებულია გლუკონეოგენეზით, ცხიმებიდან წარმოიქმნება გლუკოზა და ცილებიდან წარმოიქმნება გლუკოზა და ამ დროს კი ჩვენი კუნთებიც უკვე იწყებს წვას, არა ძალიან მნიშვნელოვნად, მაგრამ მაინც. რატო? იმიტომ რომ მთლად ისე არ არის, რომ ორგანიზმს შეეძლოს სუფთა გლუკოზის გარეშე, არის უჯრედები, რომელსაც გლუკოზის გარეშე არ შეუძლიათ, მაგალითად იმუნური უჯრედები, სისხლის უჯრედები, მათ სჭირდებათ გლუკოზა, შესაბამისად, ანუ ორგანიზმი მაინც ცდილობს, რომ რაღაც ზონაზე გლუკოზა შეინარჩუნოს. და აქ საინტერესოა ასევე, რომ ეს კეტოში როცა გადადის ორგანიზმი და კეტონური სხეულები წარმოიქმნება, კეტონური სხეულები ასინთეზირებენ და ეხმარებიან, უბრალოდ აქტიურებენ ტვინს და ეხმარებიან, რომ ნორადრენალინი გამოიყოს და ადამიანი ხდება უფრო ყურადღებიანი და უფრო ენერგიული, ვიდრე იყო. და ეს არის ძალიან საინტერესო ევოლუციური პერსპექტივა რეალურად, რომ ადრე ანუ თუ კი 24 საათი ვერ შეჭამდა ადამიანი, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ განა არ შეოდა და არ შეჭამა, არამედ საჭმელი არ ქონდა. და თუ საჭმელი არ ქონდა, ანუ უფრო მეტი ძალა უნდა ქონდეს და ენერგია უნდა ქონდეს ამ დროს, რომ წავიდეს და ინადიროს, ან საკვები მოძებნოს, ხო? ანუ კი არ უნდა დასუსტდეს და აი ეს არის ძალიან საინტერესო, რომ ანუ 24 საათში ადამიანი კი არ სუსტდება, არამედ პირიქით ემატება ენერგია და ბევრი ადამიანი უფრო თავს გრძნობენ უკეთესად და ამბობენ, რომ აი უფრო კარგად გრძნობ თავს, უფრო მოტივირებულად გრძნობ თავს და ესე. თუმცა რა თქმა უნდა, ხა თუ ძალიან ბევრს ვარჯიშობს ადამიანი და აქტიურად ვარჯიშობს, ენერგია ბევრად მალე გამოელევა და ვერც ძალიან მოტივირებული ვერ იქნება და ამ გლუკოზის ნაკლებობასაც იგრძნობს, მაგრამ საუბარია აი ჩვეულებრივ პირობებში, როცა ადამიანი ძალიან ფიზიკურად ძალიან აქტიური არ არის. 48 საათში ადამიანი უკვე მნიშვნელოვნად ცხიმებს წვავს და ცხიმების წვაზეა გადასული და გული, კუნთები, შინაგანი ორგანოები აი ცხიმებით იკვებება და ასევე აი 24 საათიდან უკვე მანამდეც, მაგრამ უკვე გაძლიერებულად 24 საათიდან და ანუ 48 საათში უკვე ძალიან მნიშვნელოვნად იწყება ავტოფაგია. ავტოფაგია არის ესეთი ეგეც კიდე ერთი საინტერესო პროცესია, რომლის დროსაც ორგანიზმი იწყებს საკუთარ არასწორი კომპონენტების და ცილების მონელებას, ან დისფუნქციური მიტოქონდრიის და დაზიანებული უჯრედების ნაწილების მონელებას იწყებს დაახლოებით ისე როგორც გენერალური დასუფთავება გააკეთოს სახლში და რაც არ გჭირდება გადაყაროთ. დაახლოებით ეგეთ რაღაცას აკეთებს ორგანიზმი და ამას ეძახიან ხოლმე, აი რომ ავტოფაგია, ანუ ორგანიზმის გაწმენდა. ეს ცოტა საკამათოა, ოღონდ იმიტომ რომ ან
თეორიულად ძალიან კარგად ჟღერს და კარგია, მაგრამ პრაქტიკაში საკმარისად არ არის დადასტურებული, რამდენად ეფექტურად მუშაობს ადამიანის შემთხვევაში რეალურ ცხოვრებაში ეს, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი შიმშილობს ავტოფაგიისთვის, და ავტოფაგიაზე ამბობენ, რომ აი საკუთარ სიმსივნის უჯრედებს მოინელებს და რაღაცა, მაგრამ მანდ პირიქითაც შედება ხოლმე კითხვები, რომ იქნებ ეს გენერალური დასუფთავება სიმსივნის უჯრედებსაც ეხმარება. ეს ხომ კითხვა. შესაბამისად, ან თუ იმ სუფთავდება ჩვეულებრივი უჯრედები, სიმსივნური უჯრედების ხომ სუფთავდება და ისინი იქნებ ძლიერდება ამით. ამიტომ თლად პირდაპირი პასუხი არ აქვს მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ჩანს პირველი მიახლოებაში ჩანს, რომ ავტოფაგია სასარგებლოა, მაგრამ ვინაიდან დაზუსტებული პასუხი არ აქვს, ამიტომ ზუსტად ვერ ვიტყვით, რამდენად სასარგებლოა თუნდაც 3 დღიანი შიმშილი ავტოფაგიის გამო. 72 საათში ან 3 დღეში უკვე ადამიანი პრინციპში სრულად კეტოსშია, ცხიმი იწვის ძალიან ძლიერად, მაგრამ იწვის კუნთებიც, ეგეც მნიშვნელოვანია და არის კითხვები რა თქმა უნდა, რამდენად კარგია თუ გავაგრძელებთ შიმშილობას, რამდენად რეალური ბენეფიტები მოაქვს ორგანიზმისთვის. ენერგია აქვს კი ორგანიზმს ძირითადად და შეუძლია რომ ჩვეულებრივად იცხოვროს თუნდაც 3 დღიანი შიმშილით, თუნდაც 4 დღიანი შიმშილითაც, მაინც საჭიროა გლუკოზა, ანუ გლუკოზა მაინც წარმოიქმნება მოკლედ გლუკონეოგენეზით, ეგ ანუ არ იფიქროს ადამიანმა, რომ გლუკოზა არ წარმოიქმნება, მაგდროს მაინც წარმოიქმნება ცილებისგანაც და ეს ცილებს საიდან ვიღებთ? ცილებს ვიღებთ კუნთებისგან და აი აქ პირველი, მეორე, მესამე დღეს ადამიანი ნელ-ნელა იწყებს უკვე კუნთების დაკარგვას, ნელ-ნელა, არა ძალიან, მაგრამ ნელ-ნელა და განსაკუთრებით აი ძლიერად როდიდან იწყებს კუნთების დაკარგვას, მესამე დღიდან მოკლედ რა, ანუ ვინაიდან თავიდან პირველი სადღაც 2-3 დღე ძალიან ისეთი კეტოზია, რომ ტვინი კარგად იკვებება კეტონური სხეულებით, მაგრამ ან სადღაც მესამე დღის მერე უკვე იწყება კუნთების დაკარგვა, ანუ კუნთები იშლება იმისთვის, რომ გლუკოზა წარმოიქმნას მოკლედ და შესაბამისად კუნთებისთვის არ არის მაინც სასურველი აი ეს გრძელვადიანი შიმშილებები, იმიტომ რომ კუნთის განლევა ადვილია და კუნთის წარმოქმნა ძნელია, ანუ ჭირდება მეტი ხელშეწყობა, ცილები, ვარჯიში, შესაბამისად, ანუ კუნთის განლევა შედარებით ადვილია, ვიდრე მისი წარმოქმნა. ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რა თქმა უნდა, ელექტროლიტული დისბალანსი, რომელიც ვითარდება შიმშილობის დროს, ამიტომ საჭიროა ელექტროლიტების სათანადო რაოდენობით მიიღება. მაგალითად, კალიუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, ნერვებისთვის, კუნთებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ელექტროლიტების მიიღება მნიშვნელოვანია, თორე თუ ელექტროლიტების დისბალანსი როცა, იმიტომა რომ აი ძალიან სისუსტე, მთავრუსხვევა, კუნთების სისუსტე, გულის არითმიები ეგენი იმართებათ ხოლმე, ვინც შიმშილობენ ხო, იმიტომ ელექტროლიტები უნდა მიიღო. და ნუ ელექტროლიტები შეიძლება მიიღო სხვა გზებით, მათ შორის თქვათ მინერალური წყლით, ელექტროლიტებიც პირდაპირ იყიდება. ძალიან მარტივი ის არის ელექტროლიტების, რომ მარილი ჩაყარო ცოტა წყალში და ეგ დალიო, ეგეც შესაძლებელია. თუმცა მაგით ყველა მინერალს ვერ იღებ, რაც გჭირდება. აი ეს შიმშილობა, მაგალითად 3 დღემდე შიმშილობა, რასაც აკეთებს რეალურად, ეს არის, რომ ინსულინის მგრძნობელობა უმჯობესდება ძალიან, სხეულის მასა მცირდება, რადგან ორგანიზმი წვავს ცხიმებს და მეტაბოლური მარკერებიც უმჯობესდება მნიშვნელოვნად. ესენი ნამდვილად ხდება, ანუ ანთება მცირდება ორგანიზმში, ეს ნამდვილად ასეა, შეგვიძლია ვთქვათ. მაგრამ თავისი რისკებიც აქვს, კი, ანუ რისკები არის ის, რომ მერე გაძლიერებული მადა შეიძლება, მერე კუნთების წვა, რომელიც ასევე პრობლემა. ამიტომ რომ უფრო უმეტესად უფრო უსაფრთხო დიაპაზონს მიმართავენ ხოლმე, როცა მაინც შიმშილობისთვის, ეს არის 12-16 საათიანი შიმშილობა, ანუ 24 საათიდან, როცა
თქვათ ან 8 საათიანი ან 10 საათიანი ფანჯარა აქვს ადამიანს კვების და დანარჩენს შიმშილობს ზოგჯერ 12 საათიანი. ხო, ეს იმისთვის რომ ცოტა შიმშილობის ბენეფიტები მიიღო, როგორიცაც ცხიმების წვა მაგალითად და ინსულინის მგრძნობელობის გაუმჯობესება, მაგრამ თან არ ჩააგდო რისკის ქვეშ კუნთები და თან კიდე კვებითი ქცევის დარღვევა არ გამოიწვევს მერე. რა თქმა უნდა, ძალიან ყურადსაღებია ის, რომ თუ კი დიდხანს შიმშილობს და მერე კვებას იწყებ ერთბაშად, აი ეს მომატებულმა ინსულინმა შეიძლება ელექტროლიტური დისბალანსი გამოიწვიოს ძალიან მალე და ამიტომ ბევრი არ უნდა ჭამო, როცა თავიდან შიმშილობის მერე კვებას იწყებ, ნელ-ნელა მცირე ულუფებით, ცილები, ნახშირწყლები და ცოტათი ცხიმები. და ასევე რა თქმა უნდა, ელექტროლიტების მიღება რეგულარულად არის მნიშვნელოვანი და რო შევაჯამოთ, 72 საათიანი შიმშილობა ზოგადად მიიჩნევა, რომ რაღაც გარკვეული ბენეფიტები აქვს ორგანიზმისთვის, თუმცა თუ კი ამ ხნის განმავლობაში შიმშილობ, ან მეტს შიმშილობს ადამიანი, სამედიცინო მეთვალყურეობა მიიჩნევა მნიშვნელოვნად, რადგან იგივე ელექტროლიტების პრობლემა შეიძლება წარმოიქმნას და თუნდაც აი ეს refeeding-ს რო ეძახიან, შემდეგ რო კვებას იწყებ, მაგასაც სჭირდება ყურადღება და ნელა დაწყება. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, ანუ ამით განახეთ რა ხდება ჩვენს ორგანიზმში რეალურად, როცა ჩვენ შიმშილობთ, რა სარგებელი მოაქვს და რა რისკები შეიძლება იყოს, რომელიც ზოგ ადამიანს სიცოცხლის ფასად უჯდება ხოლმე თუ ინფორმირებული არ არის. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, ვისაც გაქვთ სურვილი მხარდაჭერის შეგიძლიათ დონაციები გააკეთოთ. ამ წერაში მაქვს ანგარიშის ნომრები, ვისაც უბრალოდ არხის მხარდაჭერა გინდათ დონაციის გარეშე შეგიძლიათ დალაიქოთ, გააშიაროთ, გამოწეროთ არხი, დააკომენტაროთ, ნებისმიერ თქვენი აქტივობა არხის განვითარებას დაეხმარება. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ.